შენ ხარ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სტუმარი ჩემს ეპიზოდებში. მითხარ რამე გასაღები, როგორ შემიძლია მეც გავაასმაგო ჩემი შემოსავალი. თუ დღეს თავისუფლად ვერ გამოვიმუშავთ 10 ჯერ მეც, არა იმიტომ რომ შესაძლებლობები არ არის. მიზეზი რჩება მხოლოდ ჩვენს თავში. მდიდარ ადამიანებს სხვაგან აქვთ ფოკუსი, ვიდრე ღარიბებს. მარტივად შეხედე, ნახე, ბიზნეს როცა ფული შემოაქვს არა იმიტომ რომ ამ ბიზნესის მიზანი ფულის კეთება იყო. მიზანი იყო სხვა ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება და ფული გვერდით იმოვლენა. რატო ასწავლი? თუ ამით შეგიძლია შენ თვითონ შოუ ძალიან ბევრი ფული. ხო, ეგ ხშირი კითხვაა ზოგადად. დღეს ბიზნესში ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი რა არის? გაგიტო. საქართველოს მოსახლეობის სიღარიბის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეგ არის. ძვირიანს ყიდიან იაფად. შესაბამისად ვფიქრობ, რომ განათლების ის სისტემა, რომელიც დღეს არის, დამნაშავეა ადამიანების სიღადაკეში. ის რომ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ სიმდიდრეზე და მდიდრებზე და ფულზე. ესეც მიზანმიმართული შედეგია, შემთხვევით არ ყოფილა, იმიტომ რომ საკმარისი ადამიანს აუხსნა, რომ ფულს გაძლევენ მაშინ, როცა სიკეთეს იძლევი. შესაბამისად, ეს ადამიანი ვერ ხედავენ ამ შესაძლებლობებს. აძლევს უნარებს, რომელიც კი არ ამდიდრებს, აღატაკებს. ერთ-ერთი არის ასწავლის, როგორ დაიწყოს სამსახური, სადაც დახარჯავს დროს და მიიღებს ფულს. შარშან ზუსტად ჩვენ თავი დავაყენეთ გამოწვევის წინაშე. მიზანი იყო ის, რომ სამ კვირაში გვეყიდა 3 პორშე. და ნახე როგორ იყო. მეგობრებო, სამ ეპიზოდის ყურებას დაიწყებთ, მინდა ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა გითხრათ. უბრალოდ წარმოიდგინეთ, თითოეულ თქვენგანი, ვინც ახლა ამ ეპიზოდს უყურებთ, აი, ყველამ რო დააჭიროთ გამოწერის ღილაკს, რამდენად დამეხმარებით მე. რადგან YouTube ანალიტიკა მიჩვენებს, რომ ვინც ამ არხს უყურებს, იმის 75% ჯერ ისევ არ აქვს გამოწერილი ეს არხი. ამიტომ მაგალითად, თუ ამ ეპიზოდს აქვს ახლა 1000 ნახვა, მანდიდან დაახლოებით 750 ადამიანს ჯერ უბრალოდ არ დაუჭერია subscribe-ის ღილაკზე. ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ნელ-ნელა ინტერესდებიან კომპანიები და მე ამით შემიძლია რომ ეს პროექტი ვაკეთო სრულიად უფასოდ და დავეხმაროთ ძალიან ბევრ ადამიანებს მიიღონ ის ცოდნა, რასაც მე ვიღებ ხოლმე სტუმრებისგან პოდკასტების ჩაწერის დროს. ამიტომ მეგობრებო, თუ ოდესმე რამით ჩემი ეპიზოდი დაგხმარებიათ და გქონიათ სურვილი რომ აი რაღაცით მადლობა გეთქვათ ჩემთვის ეს არის იდეალური მომენტი ახლა რომ უბრალოდ დააჭიროთ subscribe-ის ღილაკს და პირობას გაძლევთ რომ ეპიზოდიდან ეპიზოდამდე კიდევ დავიხვეწებით და კიდევ უფრო მაგარ ეპიზოდებს შემოგთავაზებთ. მადლობა, ახლა ბევრს აღარ მოგაგცდეთ და დავიწყოთ. გიორგი, მადლობა პირველ რიგში რომ ესტუმრე. პირველ რიგში მინდა ეგეთი კითხვით დავიწყო. მე და შენ დაახლოებით ერთი თვის წინ შევხვდით ერთ მაღაზიაში რა და მან რო ვისაუბრეთ, ანუ შენ სრული გქონდა რომ მე სტუმრებოდი და მეც უკვე დიდი ხანი მემზადებოდი რომ ასე ვთქვათ მომიყვანე რა, იმიტომ რომ შენ ხარ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სტუმარი ჩემს ეპიზოდებში. აი, სადაც არ უნდა მეკითხა ვინ მოვიყვანო სტუმრად, თქო, აი გიორგი გოგეშვილიო ყველგან მიწერდნენ. და მოკლედ პირველი ჩემი კითხვა იქნება ასეთი, რომ რა არის ის მთავარი ღირებულება, რის გამოც იყო შენი აზრით ასეთი მოთხოვნა, აი რა პრობლემის მოგვარება შეხმარები ხალხს, რის გამოც ამ ხელ აუდიტორია გყავს და მოკლედ ასე ნიშნულოვან აფასებენ რომ შენც დღეს მოსულიყავ ჩემს ეპიზოდში. პირველ რიგში მივესალმები შენს აუდიტორიას. მე ვფიქრობ, რომ თავარი რის გამოც ალბათ რამდენიმე ადამიანმა დაწერა რომ შენი სტუმარი ყოფილიყავი, არის ის რომ ვცდილობ ძალიან გასაგებად ვილაპარაკო. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესზე, გაყიდვებზე, მარკეტინგზე ვსაუბრობ ძირითადად და მიუხედავად იმისა, რომ ალბათ როგორც ყველა სფერო, აქაც უამრავი ტერმინი, რაღაცა ფრაზა, რაღაცა აბრევიატურა და ასე შემდეგ არსებობს, ვცდილობ, რომ საერთოდ არ გამოვიყენო და ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მარტივად გადავცე ყველაზე რთული თემებიც. შესაბამისად, როცა საუბარი ხდება გასაგები ბევრისთვის, ალბათ ვიღაცებს გაუჩნდათ სურვილი, რომ შენი სტუმარიც ყოფილიყავი. всё, შვენიერი. და მოდი, ეხლა აი გაცნობითი ეპიზოდიც მინდა იყოს, რომ აი უფრო კარგად გაგიცნო. მაინტერესებს შენი გზა, რა გამოიარე, საიდან დაიწყე, გაყიდვებში როგორ მოხვდი და აი დღევანდელ დღეს ანუ როგორ მოხვედი აქამდე? გაყიდვებში ვიტყოდი რომ კი არ მოვხვდი, აღმოვაჩინე რომ დიდი ხნის მოხვედრილი ვარ და თურმე გაყიდვებში ვარ თითოეული ჩვენგანი. და ვიტყოდი რომ გამიმართლა იმაში, რომ ძალიან კაი სკოლა მაქვს გავლილი გაყიდვებში, რასაც ჩვენ გულისხმობ, ვიტყოდი რომ ადამიანებთან კომუნიკაციაში, იდეების გადაცემაში, დარწმუნებაში, რაღაცა რთული თემების მარტივად ახსნაში, კაი გამომივიდა რომ კაი სკოლა მაქვს გავლილი. გულისხმობ იმას, რომ ჩემი ცხოვრების დიდი წილი, ალბათ 27 წლამდე აქტიურად ვიყავი დაკავებული ერთ-ერთი კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის მისიონერობით. და საქართველოს ისეთ ტერიტორიებზე, სადაც არ ცხოვრობდნენ მაგალითად სხვა რელიგიის წარმომადგენლები, შეიძლება მუსულმანები,
დავდიოდი და მათთან ვქადაგებდი რეალურად. მათთან ვქადაგებდი ქრისტიანობას. შესაბამისად, ახლა რა კავშირი ამასა და გაყიდვებს შორის, მაგრამ პირდაპირი კავშირია, ხო? ანუ ნებისმიერ გაყიდვარი იდეების გაყიდვა. შესაბამისად, ვემზადებოდი, რომ ჩემი ნათქვამი ან სათქმელი კორექტულად, დამაჯერებლად და ისე გადამეცა, როგორც მე მჯეროდა, იმიტომ რომ მე არ მგონია, რომ რაღაცაზე შეიძლება ილაპარაკო დამაჯერებლად, მაშინ როცა პირადად შენ ამის არ გჯერა. ერთ დღეს როცა გავაანალიზე, რომ ეს ის დიდი სკოლა, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროში მჭირდება, აღმოაჩინე, რომ თურმე გაყიდვებში უკვე ძალიან კაი გამოცდილება მაქვს. ამას არ ვამბობ რაღაცა შეურაცხყოფად არ უნდა მეიღოს ესეთ არა, ყველაფერი არის გაყიდვა. ჩვენი საუბარიც ახლა ეს სიუჟეტიც არის შენი სიუჟეტის გაყიდვა. ადამიანები, რომლებიც დროს დახარჯავენ და ყურადღებას დახარჯავენ შენს სიუჟეტთან, თუ მე იტყვიან, რომ ტყუილად დავხარჯე და არ ღირდა, ესე იგი ცუდი გაყიდვა იყო. მიუხედავად იმისა, რომ არანაირ პროდუქტს და სერვისს არავის არ სთავაზობს. ისე ერთი კითხვა მაქვს შენთან, აი დიდი ხანია დაში თვალს გავდევნებ ინტერნეტიდან რა და აი ძველი გიორგი გოგეშვილი რო შევადარო, ეხლამდე თითქოს ძალიან შეცვლილია, აი ადრე უფრო რაღაცა მყვირალა მარკეტინგი გქონდა, თითქოს რაღაც ხვანაირ ვიდეოებს იღებდი. დღეს უფრო რაღაც დაბრძენებული და შეცვლილი მეჩვენები. მაინტერესებს შენ თუ გაგექს მომენტი შემჩნეული და შენი აზრით რა იყო ის მომენტი, რამაც რაღაცა ეგეთი ცვლილება გაგიკეთა? პირველ რიგში იმედია უკეთესობისკენ. უკეთესობისკენ რა თქმა უნდა. ისე შეიძლება იყო ეტაპი რა, ანუ რაღაცას სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირი ემოციური განწყობა გვაქვს. შეიძლება იყო ადრე ეგეთი სტარტი ასე ვთქვათ. მაგრამ გულახდილად რო გითხრა, მიზანმიმართულად ვმუშაობ იმაზე, რომ უკეთესი გავხდე კომუნიკაციაში. ოღონდ მიზანმიმართულად. ვგულისხმობ იმას, რომ თუნდაც მაგალითად ვუსმენ რაღაცა უცხოურ რაღაცას, რაც მაინტერესებს რა. ვცდილობ, რომ ამ ერთ პროცესში ჩავატიოს მინიმუმ 3 რაღაცა. ერთი რომ თუ უცხო ენაზე ვუსმენ, გავაჩერო, გადმოვთარგმნო, მე ქართულიდან ისევ იმ ენაზე გადავთარგმნო, რომ ეს უცხო ენის რაღაც უნარიც გავაუმჯობესო. ვცდილობ, რომ ის რაც კარგი გავიგე, კარგად ვთქვა და ვარჯიშობ ხოლმე სათქმელის ეფექტურად გადაცემაში. არა მხოლოდ იდეები როგორ დავალაგო, მაგალითები რა მოვიყვანო და ასე შემდეგ. ვცდილობ, რომ უფრო გასაგებადაც ვიმეტყო. პირისაპარად დღეს სანამ შენთან წამოვიდოდი, სიმართლე გითხრათ, ცოტა მეძინა და დაახლოებით 1 საათის გაღვიძებული ვარ. ამიტომ მესმოდა, რომ ახალ გაღვიძებულზე შეიძლება ვერ მელაპარაკა და დილით დედაჩემთან იმის ნაცვლად რომ მომესმინა რას მელაპარაკებოდა, აჭარული კერძების რეცეპტი მქონდა გადაშლილი სერიოზულად და ამაზე გამოთქმით და ისე ვლაპარაკობდი. არა იმიტომ რომ ეს იმ წუთას მაინტერესებდა, უბრალოდ იმიტომ რომ მე მჯერა რომ ჩვენი როგორც ადამიანების ერთ-ერთი უდიდესი უნარი არის ლაპარაკი, მეტყველება. და ამით უგავართ ღმერთს და შესაბამისად ეს უნარი უნდა მქონდეს რაც შეიძლება გალესილი, ინსტრუმენტია, წარმოიდგინე. მოგცეს ინსტრუმენტი და ძალიან გულდასაწყვეტი იქნება რომ ამ ინსტრუმენტს საუკეთესოდ არ ვიყენებდეთ. და თუ ესე ეთყობა ჩემს ვიდეოებსაც, მიხარია. ნაკლებად ვბუდბუდებ. ისე შენ ძალიან ბევრი ტრენინგი გაქვს ჩატარებული, პლუს წიგნის დაწერილი და ანუ ბევრი რაღაცას აკეთებ მოკლედ, გაყიდვების მიმართულებით, მარკეტინგის მიმართულებით. მაინტერესებს რა არის მთავარი იდეა, რისი აი ერთი წუთი რო გქონდეს და შენი გამოცდილება ყველაფერი შეაჯამო. რა იქნებოდა საუკეთესო რჩევა ადამიანებისთვის, ვისაც უნდათ რომ დაიწყონ წარმატებული გაყიდვები? უყურე. ორი ფრაზა ახსენე, წარმატება და გაყიდვები. არ ვარ დარწმუნებული, რომ ერთსა და იმავე რაღაცას ვგულისხმობთ ამ ორივე ფრაზაში, ამიტომ სანამ პასუხს ჩავატევ ერთ წუთში ჯერ გავიგოთ, რომ ერთსა და იმავე ენაზე ვლაპარაკობთ. წარმატებაში რას გულისხმობთ? წარმატებულ გაყიდვებს გულისხმობ. აი, წარმატებულად რომ გავყიდო. სიტყვა წარმატებაში რას გულისხმობ? მარტო წარმატებაში? ხო. მარტო წარმატებაში გულისხმობ ალბათ იმ მიზანს, რისი მიღწევაც მე მინდა, აი მაგ მიზნის საბოლოო წერტილს. გაყიდვაში რას გულისხმობ? აი როცა მაგ ჩემი პროდუქტი, იდეა ავდგე და მაგ პროდუქტით დავიწყოთ ახლის გამომუშავება. ისე რომ აი, როდესაც ვერ ვყიდი
რაღაც პრობლემები მაქვს, არ ვიცი, ვერ მიმაქვს ჩემი პროდუქტი მომხმარებლამდე რაღაც სირთულეებს ვიმოშვები, მაგ პრობლემის მოგვარებას. გავიგე. თუ შეიძლება გიპასუხებ, მე რას გულისხმობ გაყიდვებს, იმიტომ რომ შენ რასაც აღწერ, ეგ შეიძლება იყოს შედეგი იმ ხედვის, რაზეც ჩემი აზრით ბიზნესი უნდა აშენდეს. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვების მოსმენისას ყველა სხვადასხვა განმარტებითი ლექსიკონი გვაქვს, ჩემთვის გაყიდვა არის პროცესი, როცა სხვა ადამიანების პრობლემას ვჭრი, სხვა ადამიანების ცხოვრებას ვაუმჯობესებ. ეს არის გაყიდვა. შესაბამისად, როცა პროცესს ვიწყებ, არა ეს პროდუქტი მაქვს და როგორ გავყიდო, ესე არ ვიწყებ პროცესს. პროცესს ვიწყებ, დავაკვირდე ბაზარზე ადამიანების ტკივილს, რას განიცდიან, რა აწუხებთ, რისი მოგვარება უნდათ, აქამდე რა გზებით აგვარებდნენ, რომელ გზას რა მინუსი ჰქონდათ და რომელი ნიშა რჩება მოუმსახურებელი. ბაზარზე ეს ტკივილი დავინახო. ამან მიკარნახოს რა პროდუქტი ან სერვისი უნდა შევქმნა. ანუ მომხმარებლისთვის ვეძებო პროდუქტი და არა ჩემი პროდუქტისთვის მომხმარებელი. როცა ესე ვიწყებ, უკვე ნახევარი გზა გაკეთებულია. მე კი არ მოვდივარ შენთან, მიშა ეს პროდუქტი მაქვს და უკვე არ ვცდილობ გაყიდვას. მიშა ნახე, მე მგონია რომ შენ აი ეს რაღაცა პრობლემა რო არ გქონდეს, მე პრობლემას ვერ მოგიფიქრებ და ვერ შეგიქმნი. მაგრამ შემიძლია გავზარდო შენი გაცნობიერება ამ პრობლემის მიმართ. და განახო რომ მიშა, ნახე, აი შენი ეს რაღაც რასაც აკეთებ, შეიძლება იყოს უკეთესი, თუ კი ეს პრობლემა არ ექნება. და თუ მეთანხმები რომ ამ პრობლემის გარეშე შენი ცხოვრების რომელიმე სფერო უკეთესი ხდება, ესე იგი იდეა რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ უკვე ერთ აზრზე ვართ. და შემდეგ უკვე აქვს აზრი რომ ჩემი ხედვა გაგიზიარო როგორ გვარდება ჩემი პროდუქტიდან სერვისით შენი პრობლემა. და ჩათვალე რომ წარმატებული გაყიდვის მიღმა ეგ დგას. უკეთესად ხედავდეთ მომხმარებლის ტკივილს. ვგრძნობდეთ. და ჩვენი კომუნიკაციის თავარი მიზანი იყოს არა ის რომ მე პროდუქტი გავყიდო. მიზანი იყოს რომ შენი პრობლემა მოვაგვარო. და თუ ეს ჩემი პროდუქტით ან სერვისით კეთდება, ეგ ისედაც გვერდითი მოვლენა იქნება. შესაბამისად, ამაში გადახდაც გვერდითი მოვლენა იქნება. და ბიზნეს როცა ფული შემოაქვს არა იმიტომ რომ ამ ბიზნესის მიზანი ფულის კეთება იყო. მიზანი იყო სხვა ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება და ფული გვერდითი მოვლენა. წარმატებული ბიზნესის შექმნა საფუძვლიან ცოდნას და სწორ დაგეგმვას მოითხოვს. ამ გზაზე პირველი ნაბიჯებიდან საქართველოს ბანკი ბიზნესი დამწყებ მეწარმეებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს. დამწყები მეწარმეებისთვის შექმნილია სპეციალური ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა სანამ ბიზნესს დაიწყებთ, სადაც თავმოყრილია ესეთი თემები, როგორიცაა ბიზნეს იდეის გენერირება, ბიზნეს გეგმის შემუშავება, ბრენდის გზამკვლევი და სხვა თეორიული ცოდნის გასამყარებლად კი საქართველოს ბანკი ბიზნესი მათ სთავაზობს უფასო ბიზნეს კურსებს. ბიზნეს კურს დარგის კვალიფიციური ექსპერტები უძღვებიან. ეს არის შესაძლებლობა, რომ მოემზადო რეალური ბიზნეს გამოწვევებისთვის, ამიტომ სანამ ბიზნესს დაარეგისტრებთ, მიიღეთ საჭირო ცოდნა და პრაქტიკული რჩევები საქართველოს ბანკი ბიზნესთან ერთად. მეტი საჭირო ინფორმაციისთვის ლინკი იქნება აღწერაში. ისეთ წეღანაც შენ ახსენე და მინდა კიდე შევეხო ამ საკითხს. აი ბაბლჰედის პოდკასტში რო იყავი ბოლოს, მან ბოლოს ეს კითხვათ და ანუ ის დატოვე რომ აი მომდენ სტუმარი ისეთი მოიყვანენ, თვითონ რომ ერკვევაო რა კავშირი აი ზუსტად შეიძლება ვერ ვთქვა, აი ბიბლია ახსენე მოკლედ და რა კავშირება იყოსო ბიზნესში და ამ ყველაფრის კავშირი დაანახოს ხალხსო. დარწმუნებული ვარ ამ თემაზე შენ ნაფიქრი გაქვს და მაინტერესებს შენ რა ის ძლიერი კავშირი რა ის იპოვე, რამაც შენში ეს სურვილი გამოიწვია რომ კიდევ ვინმესთვის მოგესმინა. ვისთვის მომესმინა? ადამიანისთვის, ვინც დაანახებდა აი ბიბლიასა და იმას შორის კავშირს. მან სინამდვილეში ჩემი თავი გავყიდე. ლევანი მიხვდა რომ შეიძლება ისე რომ გადაუკეთილ იყავით. მაგრამ სიმართლე რომ გითხრა, მე ვფიქრობ რომ ამ სიუჟეტის შემდეგ შენც უამრავ კავშირს დაინახავ და შენი მსმენელიც. თავიდანვე რომ სწორად დავალაგოთ რაღაცები მაგიდაზე. იყო პერიოდი, როცა ბიბლიას მხოლოდ რელიგიურ სახელმძღვანელოდ აღვიქვამდი. შესაბამისად, ბაზარზე უამრავი რელიგია, რომელიც ამ წიგნზე ასე ვთქვათ აშენებს თავის ინტერპრეტაციას, თავის ხედვას, თავის რწმენას და ასე შემდეგ. მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ბიბლია სავსეა ისეთი ისტორიებით, მიუხედავად იმისა, გვჯერა რომ ნამდვილია, არა ნამდვილი ლეგენდა, ისტორია, სულ ერთია.
თავარია დავინახოთ იდეები, რომელსაც თითოეული პასაჟი ატარებს. და აღმოვაჩენთ, რომ ეს იდეები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამის დანახვა გვეხმარება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე უკეთესად დავალაგოთ ჩვენი ცხოვრება. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობები, ეს შეიძლება იყოს ბიზნესი, ეს შეიძლება იყოს საკუთარ თავთან ურთიერთობა. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სფერო, რისგანაც შედგება ჩვენი ცხოვრება. მაგალითად, ახლა წერენ კითხე წარმატებაში რას გულისხმობ მეთქი რა. მე ესე მჯერა, რომ თითოეული ადამიანი ვართ ღვთის მსგავსები და მსგავსები ვართ რაღაცა თვისებებით. ეს ის თვისებებია, რითიც განსხვავდებით სხვა ცოცხალი არსებებისგან, ცხოველებისგან მაგალითად. პირველი არის ის, რომ ვართ კრეატიულები, შემოქმედებითობა შეგვიძლია. შეგვიძლია გონებაში რაღაცა წარმოვიდგინოთ, ისეთი რაც არ არსებობს და შემდეგ ჩვენი წარმოსახვიდან რეალურ ცხოვრებაში გადმოვიტანოთ. ამის მარტივი მაგალითია ტელეფონი მაგალითად, ხო, რაღაცა პერიოდის წინ სტივ ჯობსმა გონებაში რაღაცა წარმოიდგინა და შემდეგ ვიღაცა ხალხს თავისი სიტყვებით აუხსნა რა იყო გასაკეთებელი და იმის გამო რომ ეს ხედვა ქონდა, ვიზიონერი იყო, ვიზია ქონდა, ასე ვთქვათ, ეს გადმოიტანა რეალურ ცხოვრებაში. და ეს უნარი გვაქვს მხოლოდ ადამიანებს. წარმოვიდგინოთ ის, რაც არ არსებობს, შევქმნათ შემდეგ, თუ ჩვენ გვაქვს უნარი, შეიძლება ჩვენი ხელებით შევქმნათ, მაგრამ თუ არ გვაქვს საკმარისი კომპეტენცია, მაგალითად, სტივ ჯობსი საერთოდ არ ესმოდა კომპიუტერული ტექნოლოგია რა როგორ კეთდებოდა. ვოზნიაკს ესმოდა, მაგრამ ამ კაცს შეეძლო სიტყვებით აეხსნა იმ ხალხისთვის, ვისაც ეს შეეძლო. შესაბამისად, ფიქრობ, რომ ბიბლია ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, გავიგოთ როგორ ვართ მოწყობილები, გავიგოთ რისთვის ვართ შექმნილები და ამას პირველივე თავში ვკითხულობთ. თქვენმა როცა შექმნა ადამი და ევა, არ აქვს გეუბნები მნიშვნელობა გვიჯერა არ უჯერა რა. იდეას მარტივად დავინახავთ. უთხრა რომ ინაყოფიერეთ, იყავით ნაყოფიერები, მაგრამ საკმარისი არ არის მხოლოდ ნაყოფიერი იყო. ნაყოფიერი იყო, იგივეა თესლი გეჭიროს ხელში, რომელსაც აქვს ზრდის პოტენციალი, ნაყოფიერია. მაგრამ ეს უნდა გამრავლდეს, მოუძებნო ისეთი ნიადაგი, სადაც შენი ნაყოფიერება გამრავლდება. აი ეს წერია, იყავი ნაყოფიერი, გამრავლდი და დაეპატრონე დედამიწას. მიმდევრობა იყავი რა be do have რა, ანუ იყავი აკეთე რო გქონდეს. როცა ვარ დაკავებული ჩემში ვიყო უფრო ნაყოფიერი, გავამრავლოთ ის თესლი, რომელიც ღმერთმა ჩემში და თითოეულ ჩვენგანში ჩადო, ამის შედეგად მოვემსახურო სხვა ადამიანების ცხოვრება გავხადო უკეთესი, მექნება ის, რითიც ჩემი ცხოვრება შეიძლება გახდეს უკეთესი. მაგალითად, მე შეიძლება შევქმნა შენთვის რაღაცა, რაც შენ არ შეგიძლია რომ შექმნა მაგალითად შენი თავისთვის და თუ საკმარის დროს დავხარჯავ რომ ჩემი კრეატიულობით ეს იმდენად ღირებული გავხადო შენთვის და შემდეგ საკმარის დროს დავხარჯავ რომ არა მხოლოდ შევქმნა, არამედ სწორად დაგანახო შენთვის რა შევქმენი, შენ სიხარულით ყიდულობ ამას. და რეალურად ყიდულობ ნიშნავს იმას, რომ ხელში მიჭირავს ფული, რომელიც შენ გადამიხადე, რომელიც ადასტურებს ერთ მარტივ ფაქტს, რომ მე შენ რაღაცა სიკეთე მოგაწოდე, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე ეს ფული. მარტივად რო ვთქვათ, ნახე, რაღაცაში გადამიხადე მაგალითად 10,000 ლარი, შენი ნებით. ესე იგი ის, რაც სანაცვლოდ მოგეცი, 10,000-ზე უფრო ღირებული იყო შენთვის. და ეხლა მე ეს 10,000 მიჭირავს. საბუთად, რომ ნახე, მე ვარ ტიპი, ვინც ვიღაცას სიკეთე მოუტანა ამაზე მეტი. ამიტომ ეხლა მეც ვიმსახურებ, რომ წავიდე და ის სიკეთეები ვიყიდო, რომელიც სხვამ შექმნა, მაგრამ მე არ შემიძლია. ხვდები ხო რამდენად სწორი ჯაჭვია და წესიერი ჯაჭვია იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება გავაუმჯობესოთ სხვების ცხოვრების გაუმჯობესების გზით. დავიკე. მოდი აქვე კითხავ ერთ კითხვას, ანუ ეს კითხვა რა დაგისვა, მე ჩემს გამოწერებს ექნებათ ჩემთან კითხვები, მაგის გამო ჯობია მე კითხო რა. შენ ახლა ცნობილი ხარ იმით, რომ ანუ ტრენინგებს კიდე გაყიდვებს ასწავლ და ასე შემდეგ. მაინტერესებს ესეთი კითხვა ხშირად არის ხოლმე და ბევრგან მინახავს კომენტარებში, რომ აი რატო ასწავლიან, თუ ამით შეგიძლია შენ თვითონ გამოიყენო ეს ცოდნა და შენ თვითონ იშოვო ძალიან ბევრი ფული. ხო, ეგ ხშირი კითხვაა, ზოგადად
არა მარტო ჩემთან მიმართებაში, ყველა ვინც ცოდნას ყიდის სიტყვაზე რა. მაგრამ ძალიან პირდაპირ გითხრა, ხშირ შემთხვევაში ადამიანების თავარი პრობლემა არის ის, რომ სწორი კითხვების დასმა არ იციან. და შესაბამისად აქ ვერ დავხარჯავთ დროს იმაზე, რომ არასწორად დასმულ კითხვებზე პასუხები ვეძებოთ. მარტივად შეხედე, ნახე. ადამიანი, რომელიც ყიდის მაგალითად კურსებს, ტრენინგებს და ასე შემდეგ. ამ ადამიანს ეუბნებიან, რომ თუ მაგდან იცი შენი ბიზნესი რატო არ გაქვს? და აქეთ არის ადამიანი, ვისაც სხვა ბიზნესი აქვს. არა და ესეც ბიზნესი არის ალბათ. მაგრამ ამ ხალხის თვალში ბიზნესია მხოლოდ რაღაცა კომპანია, რომელიც პროდუქტს ან სერვისს ყიდის. კაი, თქვათ, აქეთ არის ტიპი, რომელსაც თავის ბიზნესი აქვს. და ამის შემდეგ იწყებს თავისი ცოდნის სხვებისთვის გაზიარებას. იგივე ხალხი იგივე კითხვას სვამს. შენი ბიზნესი თუ გაქვს, სხვას რატო ასწავლე? და მიზეზი ამ კითხვის არის ის, რომ ადამიანებს გგონია, რომ ფული ან სხვა რესურსი არის შეზღუდული რესურსი. და მე თუ შენ ფულის გამომუშავებას გასწავლი, ამით მე რამე დამაკლდება. ფული შეუზღუდავი რესურსია, ხო ხდები ამ წამს აქედან ერთ წუთში იმაზე მეტი ფული იქნება დაბეჭდილი, ვიდრე ოდესმე იყო დაბეჭდილი. ამიტომ მე თუ შენ გასწავლი როგორ გამოიმუშავო მეტი და ამ პროცესში მეც გამოვიმუშავებ, ორივე მოგებული ვართ. იმიტომ რომ ერთ პიცას არ ვიღობთ, რომელსაც 6 ნაჭერი აქვს და შენ თუ 5 გადაიღე მე 1 დამრჩებ, არა, შეუზღუდავი რესურსია. მიხვდი რა გულისხმობ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის ხალხი, ვინც რაღაცა წარმატებას აღწევს ცხოვრების რაღაცა სფეროში, მაგალითად, არ ვიცი, რაღაცას აკეთებს და ამას თვეში მოაქვს მაგალითად 50,000 ლარი. თუ ამ პროცესს არ დატოვებს ვაკუუმში და სხვებსაც ეტყვის, რომ ნახეწმო, მე ვიცი რაღაცა, რასაც ესეთი შედეგი მოაქვს ჩემთვის. შემიძლია, რომ სხვებსაც გასწავლოთ. სხვებსაც გასწავლოთ ნიშნავს, რომ შემიძლია ამ ცოდნით სიკეთე მოგიტანო. და ამ პროცესში კიდე ერთი შემოსავლის არხი ემატება. რატო? იმიტომ რომ სიკეთის სხვა მიმართულებით გამრავლება იწყება, რომელიც კონკურენციაში ერთმანეთთან არ შედის. და ვაფშე არ მჯერა, რომ აი შენი ბიზნესი რო კაი იყოს, მე რატომ ასწავლიდი, კონკურენტს რატო გაიჩენდი. მე არ მჯერა, რომ ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები შეიძლება გავხდეთ ცხოვრების რომელიმე სფეროში. და არ მჯერა ერთი მარტივი რაღაცის გამო, რომ წეგან კითხე წარმატება რა არის მეთქი, ნახე. ჩემთვის წარმატება არის ვიპოვო ჩემი ის დანიშნულება, რომლითაც ღმერთმა მე შემქმნა. უნიკალური დანიშნულება მომცა, მისია მომცა, რაღაცა მისია მომცა და ეგ მისია მხოლოდ მე მაქვს. წარმოიდგინე, ვიღაცას, ვისიც გჯერა, ვინ ჩემთვის ავტორიტეტია, გეუბნება, რომ მიშა, ამადამ დროს უნდა იყო ამადამ წერტილში, ამადამ დღეს. მოგცა მისია. და ადექიდან მისიისკენ მიდიხარ. ვიღაცა ტიპებს შეიძლება არ ესმით რატომ მიდიხარ, სხვა საქმეებით რატო არ ყავდები და ამ შემდეგ, მაგრამ შენ როცა გესმის რომ მისიაზე მიდიხარ და გესმის ვის რა დანიშნულებას ასრულებ, შენ გესმის რომ შენ საქმეზე მიდიხარ. ჩემი აზრით, თავარია ვიპოვოთ ჩვენი მისია, რისკენაც მოგვიწოდა ღმერთმა რომ ის კრეატიულობის თესლი რომელიც ჩვენში ჩაიდო, გაგვენაყოფიერებინა და გაგვემრავლებინა, ეგ მისია ვიპოვოთ. ჩვენი თავი შეუსაბამოთ ამ მისიის შესრულებას, მაგალითად შეიძლება აღმოაჩინო, რომ აი ჩემი მოწოდებაა, რომ მინდა ხალხის გამოჯამრთელებით ვიყო დაკავებული რა, ექიმობა მინდა. მისია კი ვიპოვე, მაგრამ უნარები არ მყოფნის. მაგრამ ეს მისია მკარნახობს რა უნარები დავიმატო. ვიპოვო დანიშნულება, გავაუმჯობესო ჩემი თავი, რომ შევესაბამებოდე ჩემს მოწოდებას, ჩემს მისიას და დავიწყო ჩემი მისიის შესრულება. ამას ვეძახი წარმატებას. და ამ გზაზე კონკურენცია არ არის, იმიტომ რომ ვერავინ ვერ გახდება შენზე უკეთესი მიშა კალატოზი. ანუ შენზე უკეთესი შეიძლება გახდეს სხვა რაღაცაში, მაგრამ შენ რა მისიას გაქვს, ეგ შენი შესასრულებელია. მიხვდი რა გულისხმობ? კაი, მოდი ახლა დაგისმევ ერთ კითხვას, ჩემ არხზე მსგავს კითხვები პოპულარულია ხოლმე რა. ლევან გიორგაძემ ყავდა ერთხელ და მაგას ვკითხე, როგორ ვიყიდოთ Porsche ერთ თვეში თქო. შენც ასეთ თუ ისე ცნობილი გახდი, ერთ-ერთი შენი ვიდეოთი ბინა რო იყიდე, რაღაც მოკლე პერიოდში რომ მიზანი დაისახეთ და ადექით და შეიძინეთ მერე ბინა. შენ კითხავ ეგეთ რაღაცას. თან ლოგიკურადაც მეუბნება ორ კითხვას დაგისმევ ერთდროულად. დღეს გიორგი გოგეშვილი რამდენს გამოიმუშავებს ყოველთვე და როგორ ვიყიდოთ ბინა ერთ თვეში?
რამდენიმე კითხვა ჩადებული ამ ერთ კითხვაში, ნახე. ხო, ერთ-ერთი კომუნიკაცია იყო, რომ სამ კვირაში ვიყიდეთ 1.5 მილიონის სამსართულიანი სახლი. ძალიან ხშირად ჩდება ის კითხვა, რომ თუ რაღაცას გამოიმუშავებ, რა თუნდა ამას ლაპარაკი რა. მე ვფიქრობ, რომ ეგ ის კითხვა არ არის, რომელიც ადამიანს სტერილური გონებით გაუჩნდებოდა. მაგ კითხვის მიზეზი არის ის, რომ ამ ადამიანებს უთხრეს და დააჯერეს, რომ თუ რაღაცას აკეთებ, ამას არ უნდა რა ჩვენება და ასე შემდეგ. და თუ ამ ლოგიკა მოქმედებ, რომ ჩემს მიერ გამომუშავებული ფული არის დასტური და სერტიფიკატი იმისი, რომ ვიღაცას უფრო მეტი სიკეთე მოვუტანე, შესაბამისად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ ვატრანსლირებდეთ ჩვენს სერტიფიკატებს, ასე ვთქვათ, რომლის უკან დგას გაცემული სიკეთეები. ანუ 1.5 მილიონი რო იშოვო, ვიღაცას ამაზე მეტი სიკეთე უნდა მოუტანო. სხვანაირად ან უნდა წაართვა მაშინ, ან უნდა მოიპარო, ან უნდა დაბეჭდო, რაც არასწორი გზა არის გამომუშავების. ერთადერთი გზა არის, რომ იმ პერიოდში უფრო მეტი სიკეთე მოიტანო ვიღაცა ერთისთვის ან ბევრისთვის, ოღონდ ჯამურად მაგდენი იყოს. თუ მაგალითად სპორტსმენი, აი თოფურია მაგალითად შეიძლება სადაც არ უნდა მოკრა თვალი, შეიძლება ნახო, რომ კამარი გამოსაჩენ ადგილას უჭირავს. იმიტომ რომ მისი წარმატების სერტიფიკატი დასტურია. ეს რომ მიჭირავს, ესე იგი ჩემს კარიერაში რაღაცა მექნია. და ბიზნეს არ აქვს სხვა შეფასებითი სკალა, გარდა ერთისა. რამდენი მომხმარებელი ყავს ბედნიერი და რამდენია გამომუშავებული. შესაბამისად მე თუ ლაპარაკობ ბიზნესზე და გაყიდვებზე და ხალხს ვეუბნები, რომ შემიძლია ის გასწავლოთ, რაც ჩემთვის შედეგიანია და რაც აგერ ნახე დადასტურებულად სხვებისთვისაც შედეგიანია. და ეს რო უეჭველი ესია, ნახე ძმო დასტური მაქვს. ამდენის არის გაყიდული. ერთ მეორესთან უთხოვარ უდაო ფაქტს ქმნის, რომ თუ ეს ესია და თუ ეს მართლა ესია, ესე იგი ამისგან შეიძლება რაღაცა ვიყიდოთ ან ვისწავლოთ. სინამდვილე ეგ არის. რაც შეეხება აი ლევანს რო კითხე, რომ როგორ ვიყიდოთ პორშე სამ კვირაში, ხო? თუ ერთ თვეში. შარშან ზუსტად დავიწყეთ რაღაც ღონისძიება დავგეგმეთ 3 დღიანი. ვიდეოებიც გვედო ამაზე რა. და მიზანი იყო ის, რომ 3 კვირაში გვეყიდა 3 პორშე. და შორიდან ესე ჩანს, რომ 3 კვირაში არ ნახე ძმო. სინამდვილეში ჩვენ თავი დავაყენეთ გამოწვევის წინაშე. მოვახერხებდით თუ არა 3 კვირაში ადამიანებისთვის გაგვეგებინებინა, საკმარისი რაოდენობით ადამიანისთვის გაგვეგებინებინა, რა სიკეთის მოტანა შეგვეძლო მათთვის. და თუ ამას მოვახერხებდით და თუ მათი ჯამური რაოდენობა იქნებოდა იმდენად იმაზე მეტი ვიდრე 3 პორშე სჭირდება, ჩვეულებრივად ეს პროცესი შედეგად რამდენიმე მაგალითად 240,000 ევროს შემოიტანდა. მიზანი ის არ იყო, რომ 3 პორშე გვეყიდა, მიზანი იყო ის, რომ 3 კვირაში ჩვენს თავში გამოგვემუშავებინა, ჩვენი თავი გამოგვეწვია, რომ სხვა ადამიანებისთვის ერთი რომ შეგვექმნა სიკეთე და მეორე მიგვეტანა ამის შესახებ ინფორმაცია ისე დამაჯერებლად, რომ ადამიანებს იმდენ ადამიანს დაეკავებინა ადგილი ღონისძიებაზე, რომ ჩვენ შედეგად ეგ რაღაც მაილსტოუნით გაგვევლო. სულ ეგ იყო. იმის გამო რომ ეს რაღაცა იყო გამოწვევა, ანუ სამნე ვიყავით. მე ჩემი მხრიდან, ჩემი მეუღლე თავის პონჩი და ჩვენი მეგობარი გიორგი ბურჭულაძე, ლივინგსტონის დამფუძნებელი. სამივე ერთმანეთში ქონდა ეს გამოწვევა. თავარია გვესმოდეს ერთი მარტივი რაღაცა, ნახე. არც ერთი სიკეთე, რომელიც მოგვაქვს ვიღაცისთვის, სინამდვილეში ჩვენგან არ მოდის. ჩვენ ვართ უბრალოდ გამტარები. მე რო შენთვის სიკეთეს ვაკეთებ, ავტორი მე არ ვარ. მე ვარ უბრალოდ გამტარი. ნახე რას გულისხმობ? მე არ ვარ წყარო. წყარო არის შემოქმედი, ღმერთი არის წყარო. სორსი არის და ჩვენ ვართ რესურსი, რესურსები ვართ. მე თუ მინდა შენ სიკეთე მოგიტანო და ჩემი კრეატიულობით მოვიფიქრო რაღაცა, რაც შენ ცხოვრებას გაუმჯობესებს, ჩემში არსებული კრეატიულობა ჩემი არ არის. ღვთის მსგავსი რო ვარ, ამიტომ შემიძლია რაღაცა მოვიფიქრო შენთვის ისეთი, რაც მანამდე არ არსებობდა.
იმის გამო რომ წყარო ამოუწურავია და უშრეტია. ჩემი უნარიც უკიდეგანოა. ოღონდ ერთადერთი რაც ზღუდავს ჩემი ჭურჭელი შეიძლება იყოს პატარა ზომის და ვერ იტევდეს. მაგალითი რო გითხრა, ნახე, მე და შენ ვართ მაგალითად წასულები სადღაც წყლის პირას რა და წყალი გვაქვს მისატანი იქ უდაბნოში, სადაც ხალხს ჭირდება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს წყაროსთან ვინ უფრო ადრე ჩავალთ, ვინ უკეთეს ნაპირთან დადგება და ვის რა მოტივი ექნება. რამდენ წყალს წავიღებთ უკან, დამოკიდებულია ჭურჭელზე, რომლითაც იმ წყაროსთან ვდგავართ. მიხვდი ხო რაც გულისხმობ. შესაბამისად მე თუ მინდა რომ რაღაცა პერიოდში შენ სიკეთე მოგიტანო, ეს წყარო უსასრულოა არ მთავრდება ძმაო, მაგრამ მე როგორც ჭურჭელი რომელმაც ეს უნდა დაიტიოს, მაგაზია დამოკიდებული შევძლებ თუ არა. და ჩემი ამოცანაა რომ შევძლო რაც შეიძლება გავხდე ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი რომ მოკლე პერიოდში დიდი სიკეთის გამტარი იყოს. ბიზნესი რომელიც საუკეთესოდ ჭრის ხვის პრობლემას არის საყვარელი ბრენდი, საყვარელი პროდუქტი, საყვარელი სერვისი მათთვის ვის ცხოვრებასაც აუმჯობესებს. პრობლემა ის არის რომ ხშირად აი წეღანაც ახსენე, ბიზნეს ვიწყებთ არა იმისთვის რომ სხვების პრობლემა გადავჭრათ. ამ ბიზნესით ჩვენი გადავჭრათ. აი მეტი არაფერი არ ვიცი და ამას იმიტომ ვაკეთებ. პრობლემა ის კი არა რომ მეტი არაფერი არ იცი. პრობლემა როცა ერთი თვის თავზეც მეტი არაფერი არ იცი. თორეება დააკვირდი ხალხი რაზე ტირის, რაზე წუხს, რაში კარგავს დროს და მოიფიქრე როგორ შეიძლება ის რაღაც უფრო მარტივად ან უფრო სწრაფად გააკეთონ. და ამაში სიამოვნებით გადაიხდიან. რატო? იმიტომ რომ სიკეთე მოგაქვს, დროს აძლევს, ენერგიას აძლევს. ამაში იხდიან რეალურად. ბევრ მუშაობაზე რას ფიქრობ? ანუ ბევრი მინახავს რომელიც ძალიან და დღე და ღამეც მუშაობს, მაგრამ მაინც ვერ აქვთ იმდენი შემოსავალი, რამდენიც უნდათ რომ გქონდეთ. და ეგ ის ხალხი იქნება, რომლებიც მე აკრიტიკებენ ვიღაცებს, ვინც თუნდაც ტრენინგებს ან კურსებს ყიდის. ნახე რაც გულისხმობ, ყველა არა თქმა უნდა, მაგრამ უყურე. ბევრი შრომისთვის არალოგიკურია. მაგრამ თუ მესმის რა მიზანს ვემსახურები, ბევრსაც ვიშრომებ, ღამეებსაც გავათენებ და არაერთი ღამე გამითენებია, როცა მესმის რისთვის ვშრომობ. მაგრამ ნახე, თუ ხედვა ესეთი მაქვს, რომ რისთვისაც ვშრომობ, ეს აქტივს არ აშენებს, მაშინ იმისთვის ბევრი შრომა არც ისე გონევრული მგონია, იმიტომ რომ მაგალითად, თუ ეს შედეგი უნდა დაიდოს, ამას მუდმივად ჭირდება, მუდმივად, ეგ ამთავარი. ამ შედეგის დადებას მუდმივად ჭირდება ჩემი დრო და ენერგია. მეტი შედეგისთვის მეტი დროის და ენერგიის დახარჯვა მომიწევს. და სინამდვილეში დროს და ენერგია შეზღუდული რესურსია. ამიტომ ბევრი შრომით შეიძლება მეტი შედეგი კი დავდო რაღაც პონჩი, მაგრამ გაცილებით ძვირიც დამიჯდება და გამოვიფიტები. ბევრი და მძიმე შრომა თუ აქტივს არ აშენებს და სადაც თავარ აქტივად შენრჩები, გამოფიტვის ტოლფასია. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი რომ სანამ შედეგს დებ, იფიტები და მეორე, როცა გაჩერდები, ის შედეგიც აღარ დაიდება. მე ჩვენ სამნი რო შევიკრიბოთ და რაღაცა კარგი გამიზიარო, ის რაც მე არ ვიცოდი, რაც ამ კაცმა არ იცოდა. გამიზიარე და ჩვენ ორისთვის სიკეთე მოიტანე. რატომ და დატო ვაკუუმში, როცა შეგიძლია უბრალოდ გადაიღო და მისცე სხვა ადამიანებს შესაძლებლობა, რომ სხვამაც მიიღოს იგივე სიკეთე. თუნდაც დაბალ ფასად. ჩვენ მქონდა დღეები 250 ლარიან პროდუქტს ვყიდით. Sales Ninjas. Sales Ninjas-ზე გქონია გაშვებები, სადაც 550-დან 620 კაცამდე დასწრებული. 2-24 საათიანი გაყიდვით. 135,000 ლარის გაიყიდა. ვიღაცას რო ეკითხა, ხო, თუ მაგდენ შეულობ, ჯერ 250 ლარიან პროდუქტს რატო ყიდი? ვაფშე კურსს რატო ყიდი? ისე რომ ვაზროვნებდეთ ზოგიერთები, როგორც სხვებით ვიცხოვრებდით. ამოცანა არის გვესმოდეს, რას ვაკეთებთ, რა მიზნით ვაკეთებთ, როგორ ემსახურება ეს ჩვენი მომხმარებლების ცხოვრებას და როგორ ცulis ეს ჩვენს სულეგარი. ხო, ვიღაცა ყოველთვის გაგაკრიტიკებენ და ეს შე. კაი. ეხლა მაგალითად გუყურებს ადამიანი, რომელიც აი მუშაობს სამსახურში და აქვს 1000-1500 ლარი ხელფასი რა და აი ფიქრობს, ოკეი, მოგყვებით მაგ ყველაფერში, ვიზიარებ იმ ცოდნას, რაც ამბა, აი მითხარით რამე გასაღები, როგორ შემიძლია მეც გავაათმაგო ჩემი შემოსავალი და მეც გამომუშავო ბევრი ფული. რას ურჩევდი?
ჯერ არ ვიცი ბევრ შედას გულისხმობს, მაგრამ თუ 1500 აქვს და 15000 უნდა მაგალითად გავაათმაგოთ. ხო, ნახე, რეალურად 1500 ლარი აქვს, არა იმიტომ რომ ვიღაცა უბრალოდ უხდის, იმ ვიღაცისთვის თვის განმავლობაში რაღაცა სიკეთე მოაქვს. ხო? 1500 ლარზე მეტი სიკეთე მოაქვს დამსაქმებლისთვის და ამიტომაც 1500 ლარს უხდის დამსაქმებელი. თუ კითხვას დასვამს უკეთესად, Jim Rohn-ს ჰქონდა იგივე რა, შეიძლება ერთ კომპანიაში 2 ადამიანი მუშაობდეს და ერთს ორჯერ მეტი აქვს ხელფასი. იმიტომ რომ ამ ტიპმა დასვა უკეთესი კითხვა. როგორ დავდო ამ პერიოდში უფრო მეტი შედეგი? იმიტომ რომ თუ უფრო მეტ შედეგს დავდებ, უფრო მეტი მექნება. შეიძლება ეს არ იყოს ამ კომპანიაში. ეს არ იყოს მაინდა-მაინც ამ დამსაქმებელთან. იქ მოჭრილი მაქვს და თუ ახლა მოჭრილი გაქვს და აგრძელებ იქ მუშაობას. ანუ სიგიჟია არავინ არ გზღუდავს რომ მაინდა-მაინც იქ იმუშაო. სინამდვილეში გზღუდავს ჩვენი უნარები, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, რომ სხვების პრობლემები დავინახოთ, სხვების პრობლემიდან გამოსავალი მოვიფიქროთ და დავარწმუნოთ ეს ადამიანები, რომ მათი პრობლემის გადაჭრა შეგვიძლია. თუ ამას გავაკეთებ უფრო მაღალ დონეზე, მეტი მექნება. მარტივ მაგალითს გეტყვი, ნახე. მე და შენ შეგვიძლია მაგალითად ჩავატაროთ 1 საათიანი კონსულტაცია სიტყვაზე და ამაში გადაიხადო მაგალითად ვამბობ 4, 5 ან 6000 ლარი. სიტყვაზე ვამბობ. შემიძლია ეს კონსულტაცია მესმის რომ 6000 ავიღებ იმ შემთხვევაში თუ ამ 1 საათში რაღაცა სარგებელს გაძლევ. მაგრამ იგივე დრო შემიძლია მაგალითად სხვებისთვისაც სასარგებლო გავხადო. და ვიღაცას 6000-ის ნაცვლად მაგალითად თუნდაც 600 ლარად მივცე წვდომა იმაზე, რაც აქამდე ჩვენ შორის არის. 100 ადამიანს რო იგივეზე წვდომა მივცე 1 საათში 66000 ავიღებ. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ უბრალოდ ამ სიკეთის მომხმარებელი გავხადე უფრო მეტი. სინამდვილეში ესეთი მარტივი პროცესები მით უმეტეს დღეს, კატასტროფულად მაგარ დროში ვცხოვრობთ. ამ ჩანაწერს ვიღაცა ნახავს არა მაშინ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ. არა იმ ოთახიდან, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ. სადაც არ უნდა იყოს და როცა არ უნდა მოუნდეს. წარმოიდგინე მაგარ დროში ვცხოვრობთ. შეზღუდული არ ვართ დროში და არ ვართ სივრცეში. ფიზიკური სამყაროს შეზღუდვიდან გამოსული ხარ ციფრულ სამყაროში ხარ და დღეს თუ ვერ ახერხებ ადამიანებს უთხრა როგორ შეიძლება მათი ცხოვრების გაუმჯობესება, მიზეზი ის არ არის რომ საკომუნიკაციო არხები არ არის და შემდეგ მიზეზი რჩება მხოლოდ ჩვენს თავში. არ გვაქვს საკმარისი უნარი, დრო არ გვაქვს დახარჯული საკმარისად რომ გამხვდარიყავით ადამიანები, ვისაც ეს უნარი ექნებოდა. და რეალურად ნებისმიერ რაღაც რასაც ისედაც ვაკეთებთ, წყლის დალევა ჭიქით. ეს უნარი შეძენილია უბრალოდ ბევრჯერ ვცადეთ ბავშვობიდან წყალდაგველია ჭიქით და დღეს ამას თავისუფლად ვაკეთებთ. თუ დღეს თავისუფლად ვერ გამოვიმუშავთ 10 ჯერ მეც, არა იმიტომ რომ შესაძლებლობები არ არის. ერთი ან გაცნობიერებული არ გვაქვს შესაძლებლობა და მეორე ჩვენი თავი დრო არ დაგვიხარჯავს რომ გამხვდარიყავით ადამიანი, ვისაც უნარი ექნებოდა უფრო მეტი სიკეთე მოეტანა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად. არ ვიცი რამდენად გასაგებად. გავიგე. მე როდესაც დავიჭირე ის მომენტი, რითიც შემიძლია დავეხმარო სხვა ადამიანებს. მან ხო ასევე მნიშვნელოვანია როგორ წარვადგენ ამ ჩემ იდეას, როგორ მივყიდი ეს ინვესტორი იქნება, უბრალოდ ერთ-ერთი მყიდველი იქნება. მან შენი აზრით რა არის მთავარი მომენტები, მთავარი გასაღები, კარგად წარვადგინო ჩემი იდეა, გეგმები და ასე შემდეგ. მაგარი კითხვა და კაი პასუხი შეგვიძლია. კაი პასუხს მივცეთ ფორმულირება. გუშინ ღამე ვფიქრობდი, ღამის 4 საათზე. სამზარეულოში მე და ანიკა რაღაცას უსნაობდით და რაღაც ვიდეოები ამომიგდო Z-ზე, ზოგი იყო სარეკლამო ფასიან რეკლამაზე, ზოგი იყო ორგანული და ყურში მომხვდა ერთი მარტივი საერთო რაღაცა ქონდა ყველას. ყველა იწყებოდა შეთავაზებით. ჩვენ გთავაზობთ, ჩვენი კომპანია გთავაზობთ და ასე შემდეგ. ჩვენს შეთავაზებას არანაირი ფასი არ აქვს და არანაირი წონა არ აქვს, თუ წინ არ უსწრებს პრეზენტაცია. ოღონდ პრეზენტაცია არა ჩვენი პროდუქტის, არამედ მომხმარებლის პრობლემის. წარმოიდგინე კომუნიკაცია, სადაც მე ამას კი არ გთავაზობ, ან ამას.
სანამ ამას შემოგთავაზებ, ჯერ გაჩვენებ პრობლემას, რომელიც თუ გაქვს უკვე საინტერესოა შენთვის ჩემი საუბარი და შესაბამისად თუ ადამიანები მისმენენ, ესე იგი ეს ის ხალხია, ვის პრობლემასაც სწორად შევეხე. ტკივნეული ადგილიზე მოუხდი და ამიტომ გაჩერდა. პრობლემის პრეზენტაცია ჩემმა მომხმარებელმა ზუსტად უნდა გაიგოს რა პრობლემას აგვარებს მის ცხოვრებიდან, იმიტომ რომ მისთვის არანაირი ფასი არ აქვს გამოსავალს, თუ ჯერ არ ესმის რა პრობლემიდან გამოსავალზეა საუბარი. ამიტომ პრეზენტაციას გამოვყოფდი ერთ-ერთ უდიდეს ქვაკუთხედად. პრეზენტაციის განმავლობაში ადამიანს უნდა ესმოდეს რა პრობლემას აგვარებს. სხვებზე უკეთესად როგორ შეიძლება მოგვარება და თუ იარსებებს ამ პრობლემის სხვებზე უკეთესად მოგვარების შესაძლებლობა, ხო მაგარი იდეა იქნებოდა. ნახე, პრეზენტაციაში საერთოდ არ ვსაუბრობ ჩემს პროდუქტზე, ვსაუბრობ შენს პრობლემაზე, რა გავლენა აქვს ამ პრობლემას შენს ცხოვრებაზე, რა გიჯდება ამ პრობლემით ცხოვრება და თუ არ გადაჭრას რა ფასი აქვს ამას უნდა ხვდებოდე. თუ გადაჭრი სხვა გზებით, რა საფრთხეები არსებობს ამასაც უნდა ხედავდე და თუ გადაჭრი ამ მინუსების გარეშე, რომელიც სხვა ალტერნატივებს აქვთ. როგორი გახდება შენი ცხოვრება. თუ ამ სამ ნაწილში ადამიანი უკვე ხედავს როგორი ხდება მისი ცხოვრება ამ პრობლემის საუკეთესო გადაჭრის შედეგად, შემდეგ როცა ჩემს შეთავაზებას მაგიდაზე დავდებ, ამაში ხედავ შესაძლებლობას. შესაძლებლობას, რომ შენი პრობლემა გადაჭრა საუკეთესოდ. და შესაბამისად, ჩემი ოფერის წონა განსაზღვრა პრეზენტაციამ. თუ პრეზენტაციას მოაშორებ, ჩათვალე რომ გრავიტაციას აშორებ. ნახე, ამ ჭიქის მასა აქაც და მარსზეც არის იდენტური. მასა ვერ შეცვლო თუ არ ჩამოატეხე რაღაცა. იდენტურია. მაგრამ წონა სხვადასხვა. რატომ? იმიტომ რომ განსაზღვრავს მიზიდულობის ზალა. დედამიწაზე სხვა მიზიდულობის ზალა, მარსზე სხვა მიზიდულობის ზალა. შესაბამისად, მისი წონა იცვლება მიზიდულობის ზალის შედეგად, მაშინაც კი როცა მასა უცვლელია. ჩვენი ოფერის წონას განსაზღვრავს პრეზენტაცია. პრეზენტაცია ქმნის მიზიდულობას. თუ მე ოფერს პირდაპირ პრეზენტაციის გარეშე გაჩვენებ, არანაირი წონა არ ექნება. გრავიტაცია არ აქვს, ჩათვალე კოსმოსში რაღაცა მოვაგდე და წონა არ აქვს. მაგრამ თუ საკმარისად კარგი პრეზენტაციით მას შევუქმენი მიზიდულობის ზალა, როგორც კი ამას გამოვაჩენ, შენში მას წონა ექნება. მიხვდი რას გულისხმობ? გავიაზრე. შენ ახლა ახლო პერიოდში ამ თვეში თუ არ ვსები გქონდა ამ თემაზე რაღაც ტრენინგი. მოკლედ, რაღაც არ მინდა რომ ფორმატის განხილვას გავდეს, მაგრამ ნახე როგორ იყო დაახლოებით 40-მდე ადამიანი ვიყავით ერთ სივრცეში. ძირითადად იყო როგორი უნდა იყოს ჩვენი პრეზენტაცია, რომელიც საკმარის მიზიდულობას შექმნის იმ ოფერისთვის, იმ შეთავაზებისთვის, რომელსაც ჩვენი კომპანია, ჩვენი ბიზნესის თავაზობს ადამიანებს, როგორი უნდა იყოს და შემდეგ ოფერი როგორი უნდა იყოს. რომ ადამიანმა არა უბრალოდ კი გითხრას, ეს ოფერი რეალურად ისე იყოს დაგეგმილი, რომ ამ ადამიანის პრობლემა მოაგვაროს იმ თავარი განსხვავებით, რომ პრობლემის მოგვარების შემდეგ კმაყოფილი არ იყოს. იყოს ბედნიერი. ორი სხვადასხვა რაღაცა. ნახე, რას გულისხმობ? მე თუ შენ რაღაცას შემოგთავაზებ მაგალითად, არ შევეცდები, რომ აბსოლუტურად ყველაფერი გითხრა, რის მოცემასაც ვაპირებ. შევეცდები დაგანახო, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რასაც გპირდები, მაგრამ რასაც მოგცემ, იმაზე მეტი იყოს, ვიდრე ელოდი. იმიტომ რომ როცა შენს მოლოდინს ვაჭარბებ, შენში სულ სხვა განცდას ვიწვევ, სულ სხვა ემოციას ვიწვევ. და ეს რაღაცა სიმართლე გითხრა ბიბლიიდან ჩანს. ახლა იტყვი რომ ბიბლიდან ბიზნეს სახელმძღვანელობაც, საბას დედოფალი რომ მივიდა სოლომონთან, იმიტომ მივიდა რომ ძალიან კაი მარკეტინგი ჰქონდა. სერიოზულად, ძალიან კაი მარკეტინგი ჰქონდა, იმიტომ რომ მივიდა ესეთი განწყობით, რომ შენზე იმდენად ბევრი კარგი რაღაცა მსმენია, მაინტერესებდა რეალურად ესეთი კაი ხარ თუ არა. და ჩავიდა მოსასმენად. ახლა მარკეტინგმა მიიზიდა, რომ აქ რაღაც საოცრებაა, მაგრამ თავარია რას ამბობს წასვლის შემდეგ. ეუბნება, რომ მას შემდეგ რაც მოგისმინე, დაურწმუნდი,
რომ ის რასაც შენ შესახებ ვიგებდი, იმის ნახევარი იყო ვიდრე ის, რაც რეალურად შენგან მივიღე. ნახე? მოვიდა იმისთვის, რომ ვაფშე სწორია თუ არა, მაგაში დარწმუნებულიყო. მაგრამ რო წავიდა, მიხვდა, რომ რაც იცოდა, ეგ თუნდაც ნახევარიც კი არ იყო. და როცა ამას ამუღამებ და ხედავ, რომ ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ესე მოქმედებდა. მე ვფიქრობ, ჩემმა მარკეტინგმა გადაჭარბებული მოლოდინი არ შექმნას, მაგრამ ის მოლოდინი შექმნას, რომელიც სწორი ადამიანისთვის საკმარისია რომ მოვიდეს, მაგრამ როცა წავა, გადაჭარბებული მოლოდინით წავიდა, მის მოლოდინს გადაჭარბებული წავიდეს. ხო ხდები, ერთ-ერთი ბიზნესის სახელმძღვანელოა. შენი აზრით დღეს ბიზნესში ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი რა არის? გაყიდვა. ორი რაღაცაა მნიშვნელოვანი, ნახე. ერთი რომ ქმნიდეს მართლა კარგ პროდუქტს, იმიტომ რომ თუ არ ქმნი კარგ პროდუქტს, მაქსიმუმ მოახერხო ერთხელ გაყიდვა. მერე ან განმეორებით გაყიდვა არ გექნება, ან რეკომენდაციები არ გექნება, ან შენს პროდუქტს სიამაყით არავინ დაუწყებს ტარებას და ასე შემდეგ. როცა ცუდ პროდუქტს ყიდი, ეს ნიშნები გაქვს. განმეორებით არ ყიდულობენ, რეკომენდაციას არ გიწევენ და ასე შემდეგ. ან თანხის დაბრუნების მოთხოვნები გაქვს. თუ პროდუქტში ჩავარდნა არ გაქვს, მაშინ მეორე მნიშვნელოვანი რაღაც არის ვისწავლოთ ეს როგორ გავყიდოთ. და ხშირ შემთხვევაში ამას არსად არ ასწავლიან. ადამიანებს ასწავლიან როგორ იყონ მაგალითად კაი ადვოკატები, კაი ექიმები, მაგრამ არ ასწავლიან როგორ მოიზიდონ და დაარწმუნონ ის ადამიანები, ვისაც კაი ექიმი ჭირდება. ამიტომ თუ რაღაცას კარგს ვაკეთებთ, ამას ჭირდება მეორე ნაწილი. ვისწავლოთ როგორ მოვიზიდოთ ის სწორი ხალხი, ვისთვისაც კარგს ვაკეთებთ. იმიტომ რომ ამ დროს გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ჩვენი სიკეთე სხვების ხელში გადავიდეს, სხვების ცხოვრების შემცვლელი აღმოჩნდეს და როცა ესე ვაკეთებთ, ბიზნეს მომგებიანია. ისე გულწრფელად მაინტერესებს შენი ბავშვობის შესახებ, ანუ რაზე ოცნებობდი, ვინ გინდოდა გამხდარიყავი და შენი აზრით იქ ხარ, სადაც გინდოდა თუ არა? რაზე ოცნებობდი, რთული სათქმელია, მაგრამ ძალიან ბევრს ოცნებობდი. ეხლაც ბევრს ოცნებობ, ხშირ შემთხვევაში ღამე როცა არ მძინავს არა overthinking-ით იმაზე, რომ რაღაცაში ფოთვის არა, ეხლაც overthinking-ი ხშირად მაქვს გადამეტებული ფიქრები, მაგრამ მხოლოდ სასიკეთო რაღაცეებს. ანუ ძალიან ბევრს ოცნებობ ეხლაც და ბავშვობაში სპეციალურად როცა მომინდებოდა რაღაცაზე ოცნება, ოთახში შევდიოდი, იმისთვის რომ მეოცნება. სხვადასხვა პერიოდში ალბათ სხვადასხვა რაღაცაზე ვოცნებობ. ხან შეიძლება ძალიან კარგ მეუღლეზე, ხან შეიძლება რაღაცა მანქანაზეც მეოცნება. შეიძლება სხვადასხვა დროს სხვადასხვა რაღაცაზე. მაგრამ ერთ-ერთი რაზეც ხშირად მეოცნებია იყო ის, რომ ძალიან ხშირად წარმომედგინა ჩემი თავი. შეიძლება ვიღაცები ნანახით მყავდა ესეთი და იმათ გამო მქონდა ოცნება. როცა გამოვდიოდი დიდი აუდიტორიის წინაშე და ადამიანების სიამოვნებით მისმენდნენ, იმიტომ რომ რასაც ვასწავლიდი, არ იყო სამოტივაციო, იყო იმდენად პრაქტიკული, რომ მოტივაცია აღარ ჭირდებოდათ ხელოვნურად შეენარჩუნებინათ. იმდენად პრაქტიკულს ვასწავლიდი, რომ თუ ამის დანერგვას დაიწყებდნენ, მოტივაციისთვის არც დაჭირდებოდათ ლოდინი, ისედაც შედეგები საკმარისი სამოტივაციო აღმოჩნდებოდა. და ვერ ხედავდი ხოლმე რა წერტილი იყო ეგ. ყოველთვის ხედავდი იმ ადამიანებს, ვინც გამოდიოდა რაღაცა ოვაციით, ენთუზიაზმით, დარბაზი რაღაცა, აი ტონი რობინსის ეს როგორც იყო. ტონი რობინსო არასდროს არ მინდოდა, მაგრამ მინდოდა ყოფილიყავი ტიპი, ვისაც ეგრე შეხედავდნენ, მაგრამ არა ემოციების გამო რა. და ფიქრობ, რომ დღეს ზუსტად მან ვარ ცხოვრების ამ ეტაპზე. თუმცა ხვალზე თუ სხვა რაღაცისკენ გამიწევს გული, იმ სხვა რაღაცისკენ დავხარჯავ დროზე ენერგიას. ისე შენი აზრი მაინტერესებს, შენი აზრით რა არის ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან ცოდნა, რაც აქვთ მდიდრებს და არ იციან უმრავლესობამ? მდიდარში ფულიანს გულისხმობ? ხო. კაი, ნახე, გეტყვი მე რას გულისხმობ. სიმდიდრეში და ფული რა ადგილს იჭერს მაგ რაღაცაში, ნახე. თუ მე დაკავებული ვარ სიკეთების შექმნით და მიწოდებით და მაგ ჩემში უნარი რომ შევქმნა რაღაცა, რაც ჩემთვის კი არ არის კარგი, სხვებისთვის არის კარგი, ერთი რომ ამას ვქმნი და ვახერხებ ამის კომუნიკაციას,
მაშინ ვარ მდიდარი. სიმდიდრე მაძლევს არა მხოლოდ ფულს, ფული ერთ-ერთი გვერდითი მოვლენაა. მაძლევს რეპუტაციასაც, მაძლევს კმაყოფილებასაც, მაძლევს იმ ბედნიერების განცდას, როცა ყოველ დღესა შენს თავს კითხეო, აბა მე დღეს ვის რა ვარგე ამ კითხვას როცა სვამ, პასუხები გაბედნიერებს. ჩემთვის ეგ არის სიმდიდრე. მე ვფიქრობ, რომ მდიდარ ადამიანებს სხვაგან აქვთ ფოკუსი, ვიდრე ღარიბებს. ღარიბები ყველგან ხედავენ, აქედან რა უნდა წამოიღონ. მოვიდა სამსახურში ხელფასს რამდენს მომცემენ. მივიდა სადღაც ახალ გარემოში, აქედან ასარგებელს მიიღებს. და დიდებს ესმით, რომ თუ რაღაცა უნდათ რომ მოიმკან, იმას იმ შემთხვევაში მოიმკიან თუ ჯერ დათესავენ. იმენ რასაც არ ვთესავთ, იმას ვერც ვიმკით. შესაბამისად, როცა სადღაც მივდივარ, არ ვფიქრობ რა წამოვიღო, ვფიქრობ რა შემიძლია აქ მივცე იმდენად დიდი, რომ თუნდაც მე-10 რო წამოვიღო, ეს ძალიან მაგარი იქნება. მე და შენ მაგალითად გადავიკვეთოთ ბიზნეს კონსულტაციის ნაწილში, მაგალითად გაქ რაღაც ბიზნესი, რომელიც ჯერჯერობით იმ შედეგს ვერ დებს, რა პოტენციალიც აქვს. სანამ მე მოვალ და შენ ფას გეტყვი, მე რამდენი უნდა გადამიხადო, ჯერ გულწრფელად დავფიქრდები, როგორ შემიძლია შენი კომპანია გავხადო იმდენად მომგებიანი, რომ ის რა ფასაც მაგის სანაცვლოდ გეტყვი, მარტივად კი სათქმელი იყოს. თუ გეტყვი, რომ 1.5 მილიონზე როგორ უნდა გავიყვანოთ სიტყვაზე მომდევნო X პერიოდში, და ამაში 150,000 გეტყვი. მარტივი კი სათქმელია. მით უმეტეს თუ გეტყვი, რომ შედეგი რო დაიდება მერე. ხო ხდები რა, მარტივი პროცესებია რა. ისე შედეგში დარწმუნებულობა ბევრ პრაქტიკას მოაქვს, რომ გაგიტესტავს ბევრჯერ ეგ მეთოდები და იცი რომ მუშაობს. ხო რაღაცას რომ ნახე თავიდან ისედაც უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ადამიანი ყველასთან საქმეს იჭერს შედეგის გამო. მიუხედავად იმისა, ეს კარგად ესმით თუ არ ესმით. თანამშრომელიც აღყავთ მოჭრილ ხელფასზე, სინამდვილეში მოჭრილ ხელფასზე არ ახავთ რა, ტიპს რომელსაც ეუბნებიან, მაგალითად თვეში 5,000 ლარს გადაუხდიან მოჭრილს. არანაირი მოჭრილი ხელფასი არ არსებობს, რაღაც პერიოდის შემდეგ, რომ დამსაქმებელმა დაინახოს, რომ შედეგი რომელიც იდება არ ამართლებს აქ 5,000 ლარის გადახდას, ადგება და ეტყვის, რომ იცი რა, იმის გამო რომ აქ ციფრებს სხვანაირ ვხედავ, 5,000 ვეღარ გადაგიხდი. სინამდვილეში ყოველთვის შედეგზე იყო მიბმული, უბრალოდ არ ერქვა, რომ შედეგზე იყო მიბმული. და ეტყვის, რომ იცი რა, მომიწევს შეგიმცირო. რატომ? იმიტომ რომ შედეგზე იყო მიბმული. შესაბამისად, თუ მესმის და როცა მესმის, რომ ნებისმიერი ურთიერთობის მიზანია რაღაცა კონკრეტული შედეგის დადება მეორე მხარისთვის, პირდაპირ ვიწყებ საუბარს აქედან, შედეგი რა გინდა რომ დაგიდო და თუ ეს შედეგი ამ შედეგში ამდენს იხდი, ჩემს უნარებზეა დამოკიდებული, მე იგივე პერიოდში შემიძლია თუ არა ორჯერ მეტი შედეგი დაგიდო. შემიძლია თუ არა უფრო მარტივად დაგიდო. და როცა ამ კითხვებზე პასუხებს ვპოულობ, რეალურად ჩემს თავს ვავითარებ, რომ შედეგზე ორიენტირებული შედეგი მივიღო მეც. და თავიდან როცა ამ ოფერს აკეთებ BDS-ში, ხო, ჯერ ურისკო ოფერია. საერთოდ არ მინდა შენი არც მოჭრილი, არც ამდენი, არც იმდენი. თუ საქმეს თუ იმიტომ დამეკავშირდი, რომ შედეგი გინდო და ვნახავ თუ დავწმუნდი, რომ შემიძლია შენთვის შედეგის დადება და დავწმუნდიში ვგულისხმობ ესეთ მარტივ რაღაცას. გონების თვალით უნდა ვხედავდე იმ რეალობას, რა რეალობისკენაც შენ შემიძლია რომ დაგეხმარო მისვლაში. იმ დანიშნულების წერტილს უნდა ვხედავდე ჩემს ტვინში, სადაც შენ გინდა რომ ჩახვიდე. და მე ვფიქრობ, მე შემიძლია თუ არა ამაში დახმარება. და როცა ამას ვხედავ, მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია დავჯდე და გელაპარაკო იმაზე, რასაც ისედაც ვხედავ. და თუ ამას ვერ ვხედავ, ვერაფერზე ვერ გელაპარაკები. მაგალითად, ჩვენ მოხვიდე და თქვა, რომ აი ესეთი ბიზნესი მაქვს, რომელიც თვეში მაგალითად არ ვიცი, 500,000 ყიდის და მინდა 1.5 მილიონი გაყიდოს. ტვინში უნდა ვხედავდე, როგორ გამოიყურება, რა პროცესებია. და თუ ამას ვხედავ, მე დაგანახებ შენს იმას, რასაც მე ვხედავ. და იმისთვის, რომ გამოვრიცხოთ, რომ არასწორად ხო არ დავინახე და ასე შემდეგ, თუ ინიციატორი მე ვარ,
ჩემი ოფერის გაკეთების ყველა რისკს მოუხსნი და ჩემს მხარეს გადმოვიდა. გეტყვი რომ თუ შედეგი არ დაიდო, მაშინ საერთოდ არაფერს არ ვღებულობ. იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობის მიზანი არ არის რომ მე შენ რაღაცა მოგყიდო და შენ მე შედეგი დადო არა ჩვენი ურთიერთობის მიზანია რომ შენთვის საუკეთესო მსახური ვიყო. ჩემ შემდეგ უკეთესად უნდა წახვიდე. მაშინაც კი როცა შეიძლება მე არაფერი მაქვს შენთვის მოსაყიდი, მაგრამ მესმის რომ ჩემ შემდეგ უკეთესად უნდა წახვიდე, შეიძლება რეკომენდაცია გავუწიო ჩემს კონკურენტს, რომელიც თulis რომ ჩემი კონკურენტია. იმიტომ რომ ჩემთვის შენ ხარ პრიორიტეტული. შენს მოსამსახურებლად ვარ. და მე თუ ვიცი რომ ეს წყალი შენთვის არ არის, მაგრამ ის წყალია შენთვის და იმ წყალს მე არ ვყიდი. ავდგები და გეტყვი რომ შენთვის ის არის. მაგრამ თუ თქვი რომ ეს არის, მაგრამ ფაქტები არ გვაქვს ჯეროდ დადასტურდეს ჩემი ვარაუდი რომ ეს უეჭველი სწორია. ავდგები და ყველა რისკს მე გადმოვიტან ჩემს მხარეს. ისე დღევანდელ ეპიზოდში შენი აზრით რა არის მნიშვნელოვანი თემა, რასაც უნდა შევხვებოდით, მაგრამ მაგ თემაზე არ გვისაუბრია, მაგრამ კარგი იქნებოდა რომ დღეს გვეთქვა. მე ვფიქრობ რომ განათლებაზე კაი იქნებოდა რომ გვესაუბრა. იმიტომ რომ რეალურად ჩვენი ამჟამინდელი ცხოვრება ნებისმიერი ადამიანის პირდაპირ პროპორციულია იმ ცნობიერების, რა ცნობიერებითაც ახლა ვოპერირებთ რა. მე მჯერა რომ განათლების სისტემას ლომის წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ქართველების მოსახლეობის უმეტესობა სიღატაკეშია. იმიტომ რომ თუ გაცნობიერებული არ მაქვს როგორ გამოიყურება შესაძლებლობები, როგორ გამოიყურება სიმდიდრე, როგორ გამოიყურება ბიზნესი და ასე შემდეგ, თუ არ მაქვს გაცნობიერებული მას ვერ ვხედავ. რასაც განათლების სისტემა აკეთებს, ადამიანებს ეხმარება გააცნობიერონ ის შეზღუდული რესურსები, რომელიც აქვთ და არასწავლის იმ დიდი რესურსების აღქმას, რომელიც სინამდვილეში ცხვირწინ გვაქვს. შესაბამისად, ეს ადამიანები ვერ ხედავენ ამ შესაძლებლობებს. აძლევს უნარებს, რომელიც კი არ ამდიდრებს, აღატაკებს. ერთ-ერთი არის ამზადებს, როგორ გაყიდონ დრო. არავინ არ ასწავლის შედეგზე როგორ მოილაპარაკონ, მოლაპარაკებასაც არ ასწავლის. ერთადერთი ასწავლის, როგორ დაიწყოს სამსახური, სადაც დახარჯავს დროს და მიიღებს ფულს. დრო გაცილებით ძვირადღირებული რესურსია და თუ ამას ვყიდი, ფულის სანაცვლოდ ყოველ ჯერზე ვღარიბდები. და საქართველოს მოსახლეობის სიღარიბის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეგ არის, ძვირიანს ყიდიან იაფად. ინდიელებთან რო ჩავიდნენ და ფერაჩუშებში რომ ოქროები გაუცვალეს. იმიტომ რომ უთხრეს რომ მათი ოქრო არც ისე ძვირადღირებულია, მაგრამ ეს ევროპაში დამზადებული ფერადი შუშები ძალიან მაგარია. და იმის გამო რომ ეს ცნობიერება მიცეს, ეს განათლება მიცეს ჭყალებში. თავიანთი ნებით დაიწყეს ოქროს გაცვლა შუშებში და თავიანთი ხელით დაიწყეს საკუთარი თავის გაღატაკება. შესაბამისად ვფიქრობ, რომ განათლების ის სისტემა, რომელიც დღეს არის, დამნაშავეა ადამიანების სიღატაკეში. ის რომ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ სიმდიდრეზე და მდიდრებზე და ფულზე. ესეც მიზანმიმართული შედეგია, შემთხვევით არ ყოფილა, იმიტომ რომ საკმარისი ადამიანს აუხსნა, რომ ფულს გაძლევენ მაშინ, როცა სიკეთეს იძლევი და ხარ ადამიანი, რომელსაც დიდი სიკეთების გაცემა შეუძლია, დასვამს კითხვას იგივე დროში როგორ გავცე მეტი სიკეთე. და როცა ამ საქმით ხარ დაკავებული, ხარ მდიდარიც. შეიძლება თუ ხარბი ხარ, შეიძლება ხარბად დარჩე, თუ უნამუსო ტიპი ხარ, უარგის ტიპი ხარ, უბრალოდ ფულიანი უნამუსო ტიპი გაიჩნდები, მაგრამ კაი ტიპი იყავი და ფულმა გაგაფუჭა, ეგეთი არის ძალიან ცოტა მეგულება. ეხლა ამ ადამიანებს აქვთ რაღაცნაირი ბლოკი სიმდიდრეზე, ფულში რაღაცა ხელის ჭუჭხს ხედავენ და რაღაც სიგიჟეები რა. შესაბამისად აგრძელებენ ერთადერთი და ძვირფასი ცხოვრების ფულის დევნაში ხარჯვას. გასაგებია. და განხოიცი რატომ? გონიათ რომ ეს არის უკვე თუ ფული მეტი ექნებათ, ფულის მონები შეიძლება გახდნენ. და სინამდვილეში ფულმა შეიძლება დაიწყოს შენზე ბატონობა. და თუ კარგად დააკვირდები, ფული ჩვენზე მაშინ ბატონობს, როცა ცოტა გვაქვს და არა მაშინ, როცა ბევრი გვაქვს. როცა ცოტა გაქვს,
ფულის ზომა გაძლევს უფლებას რაღაცა იყიდო ან არ იყიდო, რაღაცა კი გინდა, მაგრამ რა კი ცოტა გაქვს, ბატონი ხდება შენი და გეუბნება რომ მაგის უფლებას არ გაძლევს მო. კი გინდა უკეთესი, არ ვიცი, სამედიცინო მომსახურება. მაგრამ როცა ფული ცოტა გაქვს, ბატონობ შენს და არა მაშინ როცა ბევრი გაქვს. ნელ-ნელ უკვე ბოლოში გავდივართ და ეხა ისა ჩემი ტრადიცია, ეგრეთ წოდებული, როდესაც ბოლო სტუმარი უტოვებს მომდევნო სტუმარს კითხვას და შენ შეხვდა ეგეთი კითხვა. როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია ბედნიერი ცხოვრებისთვის მადლიერების შეგრძნება? მე ვფიქრობ, რომ მადლიერების შეგრძნების გარეშე ბედნიერად ცხოვრება შეუძლებელია. რამდენად მნიშვნელოვანია კი რა, ალბათ განუყოფელი ნაწილია, იმიტომ რომ ზოგადად ესე აღებული რომ ბედნიერი ცხოვრება მაქვს ან არ მაქვს, ხო, რაღაცა განზოგადებული პასუხი ცოტა უცნაურია, მაგრამ ცხოვრების განმავლობაში არსებობს რაღაც მომენტები, რითიც ბედნიერი ვართ, არსებობს მოვლენები, რითიც ბედნიერები არ ვართ. თუ ჩვენი ფოკუსი გადატანილი იქნება იმ მიზეზებზე, რისი მადლიერით შეიძლება ვიყოთ, რაშიც მდიდრები ვართ. მაგალითს გეტყვი, ნახე, სიმდიდრე ხო მარტო ფული არ არის. ის რომ შენ ლაპარაკობ, მაგრამ მე მესმის. რამხელა სიმდიდრეა, იმიტომ რომ არის ხალხი, ვისაც ყურები აქვს, მაგრამ არ ესმის, სმენა არა. ის რომ მე ლაპარაკები და თან ხედავ, სიმდიდრეა, ანუ რამხელა საჩუქარია. ის რომ დილით გავიღვიძებ და ჩემი შვილის ხმა მესმის, სიმდიდრეა. დედა ჩემს ხედავ, სიმდიდრეა. და ამ სიმდიდრეს ყოველდღიურად ვეჩეხებით, როცა თვალს ვახელთ. ყოველ დღე წელიწადში 365 ჯერ ხსნით ამ საჩუქარს, რომელშიც ამდენი სიმდიდრეა. და თუ ბედნიერება არ მოაქვს ამ საჩუქრის გახსნას, ესე იგი ვერ ვაფასებ და არ ვარ მადლიერი იმ დეტალების, რითიც ჩემი ცხოვრება შედგება. ეხლა ჩვენ მოვრჩებით, ავდგებით და ჩემი ფეხით წავალ, რამხელა სიმდიდრეა. არ ვიქნები ამაზე რომ ჩახვიდეს სიღრმეში, აღმოაჩენ რომ მადლიერების უამრავი წერტილი გაქვს და თუ ეს არ გაბედნიერებს, მიზეზი არის ძალიან მარტივი. დაინტერესებს? მიზეზი არის ძალიან მარტივი და ისევ ბიბლიამდე მივდივართ. საოცარი წიგნია, ხო გეუბნები რა, ძალიან. ნახე, ადამი და ევა ედემის ბაღში წერია, რომ ღმერთმა როცა დაასახლა, რა სიმდიდრე შეგიძლია მისცე ადამიანს, როგორ შეგიძლია განსაზღვრო, რომ აი ტიპს ეუბნები, რომ აი რას უნდა ხედავდე ტიპის ცხოვრებაში, რომ თქვა, რომ რა მდიდარია. ალბათ ყველაფრიდან ყველაფერი შეუძლია ჰქონდეს უფასოდ. ხო იტყოდი, რომ ან მეტი რაღა უნდა გითხრას. ადამი და ევა დაასახლა ედემის ბაღში და უთხრა, რომ აბსოლუტურად ყველაფრიდან შეგიძლიათ მიიღოთ ყველაფერი უფასოდ. და თუ ამაზე იყვნენ ფოკუსირებულები, როცა ამაზე იყვნენ ფოკუსირებულები, არაფერი არ აკლდათ. მანამ სანამ ვიღაცამ წერია, რომ გველმა და ეშმაკმა და ამავდროულად მათი ფოკუსი არ გადაიტანა იმ ერთ რაღაცაზე, რაშიც ღარიბები იყვნენ. უყურე, ყველაფრიდან შეიძლება ჭამოთ გარდა იმ ერთისა. და თუ ჩემი ფოკუსი არის ამ ყველაფერზე, რაც მაქვს, ის ერთი არ წარმოადგენს ჩემთვის პრობლემას. მაგრამ საკმარისია, რომ ვიღაცამ ფოკუსი გადამატანინოს იმაზე, რაშიც ღარიბი ვარ, ამ სიმდიდრეს ვეღარ ვხედავ. როგორც კი დაინახეს, რომ ის არ გვეჭმევა და უნდა ვჭამოთ, ის რაც ეჭმევა და ის აღარ ჩათვალეს არაფრით. შენს კითხვას რო დაუბრუნდე, ნახე, თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური მომენტი სავსეა უდიდესი საჩუქრებით, უდიდესი ჯილდოებით, რომელიც არ დაგვიმსახურებია. ანუ ის რომ მე დღეს თვალით ვხედავ, ჩემი წვლილი ამაში არაფერი არ არის. უბრალოდ ეს ჯილდოა. და მადლიერება არის გრძნობა, როცა მე გიდასტურებ, რომ ის რაც მე მაქვს, ეს ჩემი დამსახურება არა. მადლიერი დაუმსახურებელი სიკეთე. და როცა მადლიერებას გამოხატავ, უდრის, რომ ესე იგი ამ რაღაცისთვის თუ მადლიერი ხარ, ესე იგი აღიარებ, რომ გაქვს რაღაცეები, რაც უდიდეს ფასს ატარებს
შენი დამსახურებული არ არის და გიხარია რომ რა მაგარია ორღადა თუ ამაზე ვფიქრობ ხანდახან რჩება ცხოვრებაში მომენტები როცა რაღაცით ბედნიერები არ ვართ რაღაცით მაგრამ კატასტროფა არა მადლობა რომ ისწავლე. მეგობრებო, მადლობა თქვენს რომ ბოლომდე უყურეთ ეპიზოდს. აუცილებლად მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ჩვენ კიდე შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.